სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ უორენ ვირსების ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ ავართ ახალ აღთქმაზე, დღეს განვიხილავთ მათეს სახარების მე-17 თავს, რომელიც იქნება მე-14 ნაწილი უორენ ვირსების ამ კომენტარებისა ახალ აღთქმაზე. ამას ასათაურებს უორენ ვირსები მეფის დიდებით. მოდით ჯერ წავიკითხოთ მათეს სახარების მე-17 თავი და მერე მოვისმინოთ მისი განხილვა. 6 დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე. დაიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე. მზესავით გაბწყინდა მისი სახე, ხოლო მისი ტანის ამოსი სინათლესავით გასპეტაკდა. და ეჩვენენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი. მიიგო პეტრემ იესოს და უთხრა: უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებას გავაკეთებ აქ სამკარავს, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას. ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და ამბობს ხმა ღრუბლიდან. ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე, მას უსმინეთ. ამის გამგონე მოწაფენი პირქვე დაემხრნენ და ძლიერ შეშინდნენ. მიუახლოვდა იესო შეეხო მათ და უთხრა: წამოდეკით და ნუ გეშინიათ. თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს გარდა იესოსი. თიდან რომ ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: არაფერი მოუყვეთ ამ ხილვის შესახებ, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება. კითხეს მას მოწაფეებმა: მაშ რატომ ამბობენ წიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო? მან კი მეუგო, ელია ნამდვილად მოდის და აღადგენს ყოველივეს, მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, თუმცა ვერ იცნეს იგი და ისე მოექცენ, როგორც უნდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ამბობდა იგი. ხალხთან რომ მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა მას მუხლ მოდრეკით. უთხრა: უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, თვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში ან წყალში ვარდება. მიუყვანე შენ მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება. იესომ თქვა: ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობა, როდემდე ვიქნები თქვენთან, როდემდე გითმინოთ? აქ მომიყვანეთ. მოყვანისთანავე შერისხა იგი იესომ და გამოვიდა მისგან ეშმაკი. იმ ჟამიდან განიკურნა ყმაწვილი. მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და კითხეს: ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა? ხოლო მან უთხრა: თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, დოგვის მარცვლისოდენ რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, გადავა და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. ეს მოდგმა კი არ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით. უთხრა მათ იესომ გალილეაში ყოფნისას: ძე კაცისა ადამიანთა ხელთ გადაეცემა, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება და მეტისმეტად დანაღვლიანდნენ ისინი. კაპერნაუმში მოსვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრეფი და უთხრეს: დიდრაქმას ხომ არ გადაიხდით თქვენი მოძღვარი? მან უთხრა: კიო. სახლში რომ შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: რას ფიქრობ, სიმონ? მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან მოსაკრებლებს? თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან? პეტრემ უთხრა: უცხოთაგან. უთხრა მას იესომ: მაშ ძენი თავისუფალი ყოფილან. მაგრამ ისინი რომ არ ვაცდუნოთ, წადი ზღვაზე და ანკე სიისროლე და პირველი თევზი, რომელიც ამოყვება, გაუღე პირი და შიგ სტატირს იპოვი. წამოიღე და მიეცი შენთვის და ჩემთვის. არა საინტერესო ისეთი თავი არის და ნახეთ რამდენ რამეს ახლა რომ მოისმეთ, თქვენ არ დაფიქრებულ ხართ მაგაზე. აი რატომ არის დიდებული ის ადამიანების თეოლოგების დრო დაყო. ეს მარტო უორენ ვირსიმ კი არ გააკეთა. უორენ ვირსის წინ ყავდა ძალიან ბევრი წინაპრები, რომლებმაც ამაზე იმუშავეს. და ნახეთ რა კარგი მიგნებები დაგვიტოვეს. აი მხოლოდ წმინდა წერილზე რო ვაკეთებ აქცენტს და არ გაერთობი რიტუალებით, მარხვებით, რაღაცა ისეთი უშნო ნიმეებით, წესები და ჩვეულებებით, ღმერთი რამდენ გამოცხადებას მოგცემს, რომ ძალიან მარტივად, რომელსაც ჩვენ ვერ ამჩნევ. მე ყოველთვის ვიხსენებ ხოლმე ესეთ სიტუაციაში არტურ კონან დოილს, შერლოკ ჰოლმსისა და ვოტსონის დამოკიდებულებას, როცა შერლოკ ჰოლმსი ისეთ რაღაცებს ამჩნევდა ძალიან მარტივს, რომელიც ჩვენი თვალის ხედველობიდან გვრჩება ხოლმე და ვოტსონი ზუსტად ჩვენი მაგალითი იყო, ექიმი ვოტსონი, რომელიც მასთან ახლდა და გაუცება საზღვარი არ ქონდა. ძალიან ბევრი რამე ბიბლიაში ძალიან მარტივად არის,
ჩანს, ხო? და ჩვენ ვერ დაგვინახია და ვერ შეგვიმჩნევია. აი მოდით მოვუსმინოთ უორენ ვისლიმ, რომლებიც ესენი შეამჩნია, შეგროვა და ჩვენ მოგვაწოდა. მეფის დიდება. ეს თავი იწყება დიდებული სცენით მთის წვერზე და მთავრდება პეტრეს მიერ თევზის დაჭერით, ტაძრის გადასახადების გადასახდელად. რა კონტრასტია რა? მიუხედავად ამისა, მთელი თავის თემა ეს ქრისტეს მეფობა არის. ამ თავში მოცემული სამი მოვლენა გვაძლევს მეფის სამ სურათს. პირველი, მეფე თავის დიდებაში. მათე და მარკოზე ამბობენ, რომ ფერისცვალება მოხდა 6 დღის შემდეგ, ხოლო ლუკა ამბობს, რომ დაახლოებით ეს მოხდა 8 დღის შემდეგ. ლუკა 9:28. აქ წინააღმდეგობა არ არის. უბრალოდ ლუკას განცხადება არის ებრაული ექვივალენტი დაახლოებით 1 კვირის შემდეგისა. ამ კვირის განმავლობაში მოწაფეები ალბათ ფიქრობდნენ და განიხილავდნენ იმას, თუ რას გულისხმობდა იესო თავის სიკვდილსა და აღდგომაში. უეჭველია, რომ ისინი ასევე ფიქრობდნენ, თუ როდის მოხდებოდა ძველი აღთქმის დაპირებები ისრაელისადმი სამეფოს მიცემის შესახებ. თუ იესო აპირებდა ეკლესიის აშენებას, მაშინ რა ბედი ეწეოდა აღთქმულ სამეფოს? ტექსტში არ არის მითითებული ადგილი, თუ სად მოხდა ეს სასწაული. სავარაუდოდ, ეს მოხდა ჰერმონის მთაზე, რომელიც ფილიპეს კესარიასთან ახლოს მდებარეობს. ფერისცვალებამ გამოავლინა იესო ქრისტეს მეფობის დიდების 4 ასპექტი. პირველი, მისი პიროვნების დიდება. ჩანაწერის თანახმად, ეს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც იესომ თავისი დიდება ამგვარად გამოავლინა, როდესაც ის დედამიწაზე იყო. სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც გარდაიქმნა, გვაძლევს ინგლისურ სიტყვას მეტამორფოზა. მეტამორფოზა არის გარეგნული ცვლილება, რომელიც შიგნიდან მოდის. როდესაც მუხლუხო აშენებს ჭუპრს და მოგვიანებით პეპელად გამოჩნდება, ეს გამოწვეულია მეტამორფოზის პროცესით. ჩვენი უფლის დიდება კი არ აირეკლა, არამედ შიგნიდან გამოსხივდა. ეს ისეთი გარეგნული ცვლილება იყო, რომელიც შიგნიდან მოდიოდა, როდესაც მან თავისი არსებით დიდების გამოსხივების საშუალება მისცა. ებრაელთა წერილი 1:3. რა თქმა უნდა, ეს მოვლენა გააძლიერებდა მოწაფეების და განსაკუთრებით პეტრეს წმენას, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღიარა კიდევაც იესო ქრისტე როგორც ღვთის ძე. პეტრეს ფერისცვალების შემდეგ რომ აღსარება გაეკეთებინა, ეს ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა. პეტრეს წამდა, აღიარა თავის წმენა და შემდეგ მიიღო დამოწმებაც. იოანეს სახარება 11:40, ებრაელთა 11:6. მრავალი წლის შემდეგ იოანე იხსენებდა ამ მოვლენას, როდესაც სული წმინდამ დაწერა და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება. დიდება როგორც მამისგან ხოლოჩობილისა, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით. გახსოვთ იოანე 1:14. თავის სახარებაში იოანემ ხაზი გაუსვა ქრისტეს ღვთაებრიობას და მისი პიროვნების დიდებას. იოანეს სახარება 2:11, 7:39, 11:4, 12:23, 13:31, 32, 20 მეოცე თავის 31 მუხლი. სულ ყველა ეს თავები ამას ეძღვნება იოანეს სახარებაში. იესო ქრისტემ უარი თქვა დიდებაზე, როდესაც დედამიწაზე მოვიდა. ამასაც იოანეს სახარება გადმოგცეს მე-17 თავში, როცა იესო ლოცულობს მე-5 მუხლში. ჯვარზე დასრულებული საქმის გამო მან დაიბრუნა თავის დიდება და ახლა ჩვენთან ერთად იზიარებს მას. ამასაც იოანეს სახარების მე-17 თავი 22 და 24 მუხლები გადმოგცემენ. თუმცა ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ზეცას, რათა გავიზიაროთ და გავიშინაგანოთ ეს ფერისცვალების დიდება. როდესაც ღმერთს ვენდობით, ის ცვლის ჩვენს გონებას, რომელთა წერილი 12:1-2. როდესაც ღვთის სულს ვემორჩილებით, ის გვცვლის დიდებიდან დიდებაში. მეორე კორინთელთა 3:18. როდესაც ღვთის სიტყვას ვუყურებთ, ხედავთ ღვთის ძეს და ღვთის სულით ვიცვლით თავს ღვთის დიდებაში. მეორე იყო მისი სამეფოს დიდება, რომელიც აქ გამოვლინდა. ჯვრის ტარების შესახებ ქადაგების დასასრულს იესომ დაპირდა, რომ ზოგიერთი მოწაფე იხილავდა კაცის ძეს მომავალს თავის სამეფოში. გახსოვთ წინა თავი მათეს სახარების მე-16 თავში ჩვენ წავიკითხეთ 22 მუხლში. მან ამ მოვლენის მოწმებად პეტრე, იაკობი და იონე აირჩია. ეს სამი მეგობარი და რაღაც ბიზნეს პარტნიორი. ლუკას მე-5 თავში ესენი ერთმანეთთან ბიზნეს პარტნიორები იყვნენ და მეთევზეები იყვნენ. იესოსთან ერთად იმყოფებოდა იარიოსის სახლში. გახსოვთ იარიოსის ქალიშვილი როცა განიკურნა ლუკას სახარება 8:51. და ისინი მასთან ასევე ერთად შევიდნენ გეთსიმანის ბაღში ჯვარცმამდე. იხილეთ მათეს სახარება 26:37. დოქტორ
G. Campbell Morgan-მა აღნიშნა, რომ ეს სამი შემთხვევა სიკვდილს უკავშირდებოდა. იესო ამ სამ კაცს ასწავლიდა, რომ ის იყო სიკვდილზე გამარჯვებული. მან აღადგინა იერუსის ქალიშვილი, სიკვდილს ჩაბარდა გეთსემანის ბაღში და ფერის ცვალებამ ასწავლა მათ, რომ ის განდიდებოდა სიკვდილში. მოსესა და ელიას ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოსე წარმოადგენდა რჯულს, ხოლო ელია კი წინასწარმეტყველებს. ყველა რჯული და წინასწარმეტყველი მიუთითებს ქრისტეზე და აღსრულდება ქრისტეში. ლუკას სახარება 24:27 და ებრაელთა წერილი 1:1. ძველი აღთქმის არც ერთი სიტყვა არ დარჩება შეუსრულებული. აღთმულ სამეფო დამყარდება. ლუკას სახარება 1:32, 68-77-იც. ამ პირველი თავიდან. ისევე როგორც სამმა მოწაფე მიხილა იესო, განდიდებული დედამიწაზე, ასევე ღვთის ხალხი იხილავდა მას მის დიდებულ სამეფოში, როცა ის დაბრუნდებოდა დედამიწაზე. გამოცხადება 19 და 20. პეტრემ ეს ცნობა გაიგო და ის მას ყოველთვის ახსოვდა. ჩვენ მისი დიდებულების თვითმხილველები ვიყავით, ამიტომაც გვაქვს წინასწარმეტყველის სიტყვა უფრო დადასტურებული. იხილეთ მეორე პეტრეს წერილი, პირველი თავი. მთაზე პეტრეს გამოცდილებამ მხოლოდ გააძლიერა მისი რწმენა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების მიმართ. მნიშვნელოვანი არ არის საოცარი სანახაობების ნახვა, არამედ ყველაზე მთავარია ღვთის სიტყვის მოსმენა და დაჯერება. ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. უსმინეთ მას. ყველა ვინც ხელახლა იბადება, ეკუთვნის ღვთის სამეფოს. ამას გადმოგცემს იოანეს სახარების მესამე თავი, როცა იესო ნიკოდემუსს ელაპარაკება. ეს არის სულიერი სამეფო, რომელიც გამოყოფილია ამ ქვეყნიური მატერიალური ნივთებისაგან. რომაელთა წერილი 14:17. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც იესო დაბრუნდება ამ დედამიწაზე, იქნება დიდებული სამეფო 1000 წლის განმავლობაში, იესო ქრისტეს მეფობით. გამოცხადება 20. და ვინც მას მიენდობა, იმეფებს დედამიწაზე მასთან ერთად. გამოცხადება 5:10. მესამე იყო მისი ჯვრის დიდება. მოწაფეებს უნდა ესწავლოთ, რომ ტანჯვა და დიდება ორივე ფეხდაფეხ ერთად მიდიან. პეტრე ეწინააღმდეგებოდა მის იერუსალიმში სიკვდილს, გასულ წასვლას. ამიტომ იესოს მოუწია მისთვის ესწავლებინა, რომ მისი ტანჯვის და სიკვდილის გარეშე დიდება არ შეიძლებოდა, რომ მოპოვებულიყო. პეტრე, რა თქმა უნდა, ეს კარგად გაიშინაგანა ეს გაკვეთილი, რადგან თავის პირველ ეპისტოლეში მან არაერთხელ გაუსვა ხაზი ტანჯვასა და დიდებას. პირველი პეტრე, პირველი თავი, მე-6, მე-8, მე-11 მუხლები და მე-4 თავის, მე-12 და მე-5 თავის, მე-11 მუხლები. მოსემ და ელიამ იესოსთან ისაუბრეს მის დედამიწიდან გასვლაზე, რომელსაც ის იერუსალიმში აღასრულებდა. ლუკას სახარება 9:31. აი ნახეთ, როგორ ავსებენ სახარებები ერთმანეთს, რაც აქ მათეში არ იყო ნახსენები, ლუკა ამატებს და ერთმანეთს ავსებენ ესენი. მისი ტანჯვა და სიკვდილი არ იქნებოდა შემთხვევითობა, არამედ ეს იქნებოდა აღთქმულის აღსრულება. პეტრე სიტყვა გამოსვლა გამოიყენა საკუთარი მოახლოებული სიკვდილის აღსაწერად. მეორე პეტრე 1:15. მორწმუნისათვის სიკვდილი არ არის ცალმხრივი გზა დავიწყებაში. ეს არის გამოსვლა, განთავისუფლება ამ ცხოვრების ტყვეობიდან ზეციური ცხოვრების დიდებული თავისუფლებისაკენ. რადგან იესო მოკვდა და გადაიხადა ფასი, ჩვენ გამოსყიდულები ვართ. გამოსყიდულები და ასევე განთავისუფლებულები. ემაუსის ორ მოწაფეს, გახსოვთ ემაუსის გზაზე ორი მოწაფე, იმედი ჰქონდა, რომ იესო ისრაელის ერს რომის მონობიდან გაანთავისუფლდა. მას ლუკას სახარების 24 თავში ვკითხულობთ. რისთვის მოკვდა ის? ეს არ იყო პოლიტიკური თავისუფლება, არამედ ეს იყო სულიერი თავისუფლება. თავისუფლება სოფლიო სისტემისაგან, გალატელთა 1:4. თავისუფლება ამაო და ცარიელი ცხოვრებისაგან, 1 პეტრე 1:18 და თავისუფლება ურჯულოებისაგან, ტიტე 2:14. ჩვენი გამოსყიდვა ქრისტეში საბოლოო და სამუდამოა. მეოთხე, რაც აქ დავინახეთ, ეს იყო მისი მორჩილების დიდება ამ ფერისცვალებაში. პეტრეს არ შეეძლო გაეგო, თუ რატომ ემორჩილებოდა ღვთის ძე ბოროტ ადამიანებს და ნებაყოფლობით იტანჯებოდა. ფერისცვალება იყო ღვთის გზა, რათა პეტრესათვის ესწავლებინა, რომ იესო განდიდებულია. როცა ჩვენ უარყოფთ საკუთარ თავს, ამის შემდეგ ჩვენ ვიღებთ ჩვენს ჯვარს და მივყვებით მას. ეს არის უკვე ჯვრის მეორე ხსენება ამ თავში. სოფლიო ფილოსოფია გვეუბნება, იხსენი თავის შენი, მაგრამ ქრისტიანის ფილოსოფია მიენდე და მიანდე შენი თავი ღმერთს. როდესაც ის იქ იდგა
დიდებაში იესომ დაუმტკიცა სამ მოწაფეს, რომ დანებება ყოველთვის დიდებისაკენ მიდის, რომ მორჩილება ეს დიდებისაკენ მიმავალი გზა არის. ჯერ ტანჯვა, შემდეგ დიდება, ჯერ ჯვარი, შემდეგ გვირგვინი. სამივე მოწაფეს დასჭირდებოდა ეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ჩვენ გვახსოვს, იაკობი იქნება პირველი, ვინც მოკვდება, თავს მოკვეთავს გასოთ ჰეროდე. მოწაფეებს შორის ეს გადმოცემულია მოციქულთა საქმეების მე-12 თავში. იოანე იქნებოდა უკანასკნელი, ვინც მოკვდებოდა მოწაფეებს შორის, მაგრამ ის გაივლიდა სასტიგენდევნას პატმოსის კუნძულზე, გამოცხადება 1:9. პეტრეს მრავალი ტანჯვა ექნებოდა და საბოლოოდ ქრისტესთვის ისიც სიცოცხლეს გასწირავდა. იოანეს 21, გასოთ იესო, როდესაც პეტრეს აღდგარი იესო პეტრეს ელაპარაკება, იოანეს გადმოგცეს ამას, თუ პეტრეს რა დაბარებას უკეთებს და რა დანაბარებს აძლევს. და ასევე მეორე პეტრეს წელში თვითონ პეტრე აღწერს ამას პირველ თავში. პეტრე წინააღმდეგებოდა ჯვარს, როდესაც იესომ პირველი ახსენა მისი სიკვდილი. გასოთ წინა თავში მე-16-ში, როგორ აღუდგა პეტრე, ჯერ აღიარა იესო, როგორც ძედ უფლისა, ხომ? და შემდეგ უშლის მას, რომ იერუსალიმში არ ნურც იყოს ეს უფალო. ბახში მან გამოიყენა თავისი მახვილი, გახსოვს იესოს დასაცავად, ამას იოანეს სახარების მე-18 გადმოგცემს, როდესაც მალქოს ყური ჩამოაჭრა. თავში უნდა ჩარტყმა, რომ თითქოს და აღდგომოდა წინ და იესო დაეცვა და იესომ გახსოვთ როგორ უთხრა ჩაეგო მახვილი. სინამდვილეში პეტრემ ფერისვალევის თაზეც კი სადა იესოსათვის ეთქვა თუ რა უნდა გაეკეთებინა. პეტრე ყოველთვის გამორჩეული იყო ასეთი კომენტარებით. მას სურდა, რომ სამი კარავი აეშენებინა იესოსთვის, მოსესთვის და ელიასათვის, რათა ყველა მათგანი დარჩენილიყო იქ და ის კი დამტკბარიყო მათი დიდების ყურებით. მაგრამ მამა ღმერთმა შეაწყვეტინა პეტრეს და უკვე სხვა მითითებები მისცა. რაც უთხრა მამა ღმერთმა, უთხრა უსმინეთ მას. ასე რომ მამა არ დაუშვებს, რომ მისი საყვარელი ძე მოსესა და ელიას დონეზე იმყოფებოდეს და გაჩერდეს. იმიტომ რომ მხოლოდ იესოა ღვთის ანარეკლი და მე-17 თავის მერვე მუხლში ჩვენ წავიგითხეთ, რომ როდესაც უკვე თვალი აახილა პეტრემ, უკვე აღარავინ არ იყო, მარტო იესო იყო დარჩენილი. როდესაც იესო და მისი სამი მოწაფე მთის წვერიდან ჩამოვიდნენ, მან გააფრთხილა ისინი, რომ არ გაემხილათ ის, რაც ნახეს, თუნდაც სხვა დანარჩენი 9 მოწაფისათვის. მაგრამ სამი კაცი კვლავ დაბნეული იყო. მათ ასწავლეს, რომ პირველი ელია უნდა მოსულიყო სამეფოს დასამყარებლად და მოსამზადებლად. იყო თუ არა ელიას მთაზე ყოფნა ამ წინასწარმეტყველების აღსრულება? მალაქია 4:5-6. იესო მათ კითხვას ორმაგი პასუხი გაცა. დიახ, ელია მოვიდოდა, როგორც მალაქია ამბობს მე-4 თავში. და ეს იყო დაპირებული, მაგრამ სულიერად რომ თქვათ, ელია უკვე მოვიდა იოანე ნათლისმცემლის სახით. ჩვენ წავიკითხეთ ეს მათეს სახარების მე-11-ში და ლუკას გადმოცემს პირველი თავის მე-17-ში. ერმა ნება დართო იოანეს რომ მოეკლათ და ასევე მოითხოვდა იესოს მოკლასაც. მიუხედავად ამისა, ღვთის პროგრამა შესრულდებოდა ცოდვილი ლიდერების საქმეების მიუხედავად. როდის მოვა ელია ყველაფრის აღსადგენად? ზოგი თulis რომ ელია იქნება ერთ-ერთი ორ მოწმეს შორის, რომელთა მსახურებაც აღწერილია გამოცხადების წიგნის მე-11 თავში. სხვები კი თვლიან, რომ წინასწარმეტყველება იოანე ნათლისმცემლის მსახურებაში აღსრულდა, რათა ელიას მომავალში აღარ მოუწიოსო მოსვლა. შემდეგი არის მეფე თავის ძალაუფლებაში. ჩვენ დიდების მთიდან უკვე გადავდივართ საჭიროების ხეობაში. იესოს და სამი მოწაფის მოულოდნელმა გამოჩენამ შეაშინა ხალხი. ამას უკვე მარკოზი ავსებს მე-9 თავში მე-15 მუხლში. შეწწუნებულმა მამამ თავისი დემონიზებული ვაჟი მიიყვანა 9 მოწაფესთან და სთხოვა გაეთავისუფლებდნენ ის ამ ტანჯვისაგან, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. წიგნორებმა შენიშნეს მათი წარუმატებლობა და ეს უკვე კამათის მიზეზი იყო. და სანამ მოწაფეები თავს იცავდნენ, წიგნორები კი მათ ადანაშაულებდნენ, დემონი თითქმის კლავდა ამ უმწეობიც. ამასაც უკვე ჩვენ აქ არ წაგვიითხე მე-17-ში, მაგრამ უკვე მარკოზი გადმოცემს და სხვა სახარებები. როდესაც ამ დრამატული სცენის სახარებებში ჩვენ შევდივართ, აღმოაჩენთ, რომ ეს ერთადერთი ვაჟი იყო და მართლაც დიდ გასაჭირში და საფრთხეში იმყოფებოდა. მათ ეს სახარება წერს, რომ ბიჭი ეპილეფსიით იყო შეშლილი, ძალიან ავა და თვითმკვლობისაგან მიდრეკილი, ცეცხლსა და წყალში ვარდებოდა. მარკოზი კი აღწერს, რომ როგორც მუნჯი
რომელიც ხშირად მიწაზე ვარდებოდა და პირიდან ქაფიზდიოდა, კბილებს აკრაჭუნებდა, აღჭიალებდა. ამ სანახაობის შემდეგ ბიჭი ერთგვარ მომაკვდინებელი რაღაცა შეკრთობა ეუფლებოდა. ექიმა ლუკამ მის სახარებაში, იცით რომ ლუკას სახარების დამწერი ავტორი ექიმი იყო. მის სახარებაში ასეთი რამეც კითხვა ამ სიტუაციის შესახებ, რომ ეს ბიჭი ერთადერთი ვაჟი იყო და კრუნჩხვების დროს ყვიროდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმპტომებიდან ზოგიერთ შეიძლება ბუნებრივი მიზეზები ჰქონდეს, ეს ბიჭი დემონის მიერ იყო შეპყრობილი. მოწაფეები უძლური იყვნენ მისთვის ეშველად და რაიმე გაეკეთებინათ. გასაკვირი არ არის, რომ მამა იესოს ფეხებთან მივარდა და დაეცა. ჩვენი უფლის პირველი რეაქცია იყო დიდი დამწუხრება. როდესაც მან დაინახა შერცხვენილი მოწაფეები, მოკამათე წიგნობრებთან, გაჭირებული მამაშვილი შიგნადად ამოიოხრა და თქვა: "როდემდე უნდა ვიყო თქვენთან და ვითმინო." ლუკას სახარება 9:41 გადმოგცემს ამას. მათი ურწმუნოება და სულიერი გარყვნილება მისთვის ძალიან დიდი ტვირთი იყო. რას უნდა გრძნობდეს ჩვენი უფალი, წარმოიდგინეთ დღეს, როცა ამდენ ასეთ უძლურ მორწმუნეებს ხედავს ირგვლივ. იესომ გაანთავისუფლა ბიჭი და უბრძანა, სულს რომ აღარასოდეს დაბრუნილიყო მასთან. ამას უკვე მარკოზი ავსებს მე-9 თავში. დემონმა სცადა ბოლო გაფართხალება, როგორც სპერჯენმა თქვა, და ბრბოს ეგონა, რომ ბიჭი მოკვდა. ამას მარკოზი გვეუბნება მე-9 თავში. მაგრამ იესომ აღადგინა ჭაბუჭი და მამას მიცა. ბრბო კი გაოცდა და ღმერთს დიდება მიაგო. ლუკა გადმოგცემს ამას მის მე-9 თავში. 9 მოწაფეს უნდა შეძლებოდა დემონების განდევნა. გახსოვთ, იესომ მათეს ძალაუფლება და ხელმწიფება მიცა მათეს სახარების მე-10 თავში. მაგრამ რატომღაც მათ დაკარგეს ეს ძალა? როდესაც მათ იესოს კითხეს, მათი სამარცხვინო წარუმატებლობის მიზეზზე, მან უპასუხა: ეს იყო მათი რწმენის ნაკლებულობა, ლოცვის ნაკლებულობა და დისციპლინის ნაკლებულობა. თუმცა ეს მუხლი ჩვენ ბევრ ხელნაწერში არ გვხვდება. როცა ლაპარაკი იყო, მე მგონი მარხულობაზე 17:21. ამ 9-ს შესაძლოა შურდა, რადგან ისინი არ იმყოფებოდნენ ფერისცვალების მთაზე და ისინი დატოვა იესომ და მარტო 3 წაიყვანა. უფლის არ ყოფნის დროს კი ეს თვითკმაყოფილებას მიეცნენ და მათ უგულოდეს ლოცვა და მათი რწმენაც შესუსტა. შემდეგ როდესაც კრიზისი დადგა, ისინი მოუმზადებლები იყვნენ. სამსონის მსგავსად ისინი ბრძოლაში გავიდნენ იმის გაცნობიერების გარეშე, რომ მათი ძალა გასული იყო. გახსოვთ მსაჯულების წიგნის მე-16 თავში სამსონის ისტორია. მათ მაგალითზე ჩვენც უნდა დავფიქრდეთ და დავინახოთ სულიერი ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელობა. რწმენა, როგორც მდოგვის მარცვალი გულისხმობს არა მხოლოდ ზომას, ღმერთი პატივსცემს მცირე რწმენასაც კი, არამედ სიცოცხლეს და ზრდასაც. მდოგვის მარცვლის მსგავსი რწმენა არის ცოცხალი რწმენა, რომელიც ვითარდება და იზრდება. რწმენა უნდა განვითარდეს, რათა გაიზარდოს და კიდევ უფრო დიდი საქმეები გააკეთოს ღვთისათვის. 1 თესალონიკელთა 3 თავი და 2 თესალონიკელთა 1:3. ამ დარჩენილ 9 მოწაფეებს უნდა ელოცათ და გახსენებოდათ ღვთის სიტყვა და ეფიქრათ მასზე და ისინი აუცილებლად შეძლებენ დემონის განდევნას და ბიჭის გადარჩენას. ეს მთელი სცენა ასახავს იმას, თუ რას გააკეთებს იესო, როდესაც დატოვებს ზეცის დიდებას და დაბრუნდება დედამიწაზე. როგორ დაამარცხებს ის სატანას და შებოჭავს მას 1000 წლით. გამოცხადების წიგნის მე-20 თავი. შემდეგი ქვეთავი არის მეფე თავის თამდაბლობაში. იესომ მეორედ ახსენა უკვე თავის სიკვდილი და აღდგომა. მოწაფეები ღრმად დამწუხრდნენ და ეშინოდათ მისთვის ამის შესახებ ეკითხათ. სინამდვილეში მის მოწაფეებს არ ჯეროდათ მისი აღდგომის შესახებ ცნობებიც, რადგან დაივიწყეს მითი დაპირებები. მარკოზი 16:14. მაგრამ მტერს ყოველთვის ახსოვდა მისი ნათქვამი. ამას გვეუბნება უკვე იოანეს სახარება 2:19 და შესაბამისად მოიქცა კიდევაც უკვე მათეს სახარებაში ჩვენ წავიკითხავთ 27 თავში ამ ამბავს. რა პარადოქსია? მეფე, რომელიც იმდენად ღარიბი არის, რომ ვერ გადაიხდის, წარმოიდგინეთ ყოველწლიურ ტაძრის გადასახადს, რომელიც მხოლოდ 9 შეკელის ტოლი იყო. ამ სასწაულის უნიკალური მახასიათებელი აღსანიშნავია ძალიან. ეს მხოლოდ მათეს სახარებაშია ჩაწერილი. ლაპარაკია, ეხლა რაც წავიკითხეთ ჩვენ პეტრეს ანკესის გადაგდება და იესოს მიერ სტატრის მითითება, ხომ? სტატერი რო ამოეყო თევზის მუცლიდან. მეც არ მახსოვდა, რომ ეს მარტო მათესა აქ გადმოცემული. მათემ ყოფილმა გადასახადების ამკრებმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს ჩაეწერა.
და დაეწერა მეფის სახარება, რათა დაენახვებინა ჩვენთვის, რომ იესო მეფე იყო და ყველაფერზე მეფობდა. და ეს სასწაული სწორედ ამას ადასტურებს ჩვენი უფლის მეფობას, ბუნების და ცხოველებზე და ყველაფერზე. დედამიწის მეფეები არ იღებენ ხარკს საკუთარი შვილებისაგან. იესომ დაადასტურა, რომ თავისუფალი იყო ამ ხარკისაგან, რადგან ის იყო მეფის ძე და ღვთის ძე, მაგრამ როგორც ღვთის ძე, ის იმდენად ღარიბი იყო, რომ ვერ გადაიხდიდა ნახევარ შეკელსაც კი მისი მოწაფეები ასევე ღარიბები იყვნენ, როგორც ის. მან თავის მეფობა ბუნებაზე განახორციელა, რათა უზრუნველყო, რაც საჭირო იყო. ღმერთმა ადამსა და ევას ბუნებაზე ბატონობა მისცა და ეს მოიცავდა ზღვის თევზებსაც, გასვოთ დაბადების წიგნის პირველი თავი და ფსალმუნი 8. ადამიანმა ეს ძალაუფლება ცოდვის გამო დაკარგა, ამიტომაც იყო პეტრემ, რომ თავად ვერ შეძლო თევზის მართვა და ფულის პოვნა. იესო ქრისტე კი ბატოობდა არა მხოლოდ თევზებზე, არამედ ცხოველებზეც. მათეს სახარება 21 თავი გადმოგცემს ამას და ფრინველებზეც მათეს სახარება 26-34 და შემდეგი 74-75 მუხლები. რაც ადამმა დაკარგა თავისი დამორჩილების გამო, იესო ქრისტემ თავისი მორჩილებით დაიბრუნა. ებრაელთა წერილი 2:6. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მორწმუნეებს არ აქვს სრული ბატონობა ბუნებაზე, ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად ვიმეფეთ ქრისტესთან ერთად და მასთან ერთად ვიბატონებთ. ამასობაში ღმერთი ზრუნავს თავისიანებზე და უზრუნველყოფს, რომ მთელი ბუნება ამოქმედეს და გამოიყენოს მათთვის, ვინც მას ენდობა და ვინც მას ემორჩილება. ეს ყურადღების მისაქცევია, რომ ერთადერთი სასწაულია, რომელიც მან მოახდინა, საკუთარი საჭიროების დასაკმაყოფილებლად. სატანამ ცნულებაში ჩააგდო ქრისტე, რომ თავისი ღვთაებრივი ძალები თავისთვის გამოიყენებინა. გახსოვთ, როდესაც აცნობს, რომ ქვები პურებად აქციოს მათეს სახარების მეოთხე თავში, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა. თუმცა ამ შემთხვევაში მან თავისი ძალა ეგოისტურად არ გამოიყენა, რადგან აქ სხვებიც იყვნენ ჩართული ამ სასწაულში. იცით, რომ ეს გადასახადი პეტრესაც გადაახდევინა. რათა ამბობს იესო, რათა არ დავაბრკოლოთ ისინი. ასე ახსნა ჩვენმა უფალმა სასწაული. ამიტომ არ იყო ეს სასწაული ეგოისტური, რომ სხვებიც არ დაებრკოლებინა და ცდუნებაში არ ჩავარდნილიყვნენ და სხვებსაც არ მიებაძათ ამ მაგალითისათვის. მას არ სურდა, რომ ხალხი განაწყენებულიყო იმის გამო, რომ ის, როგორც ებრაელი, არ უჭერდა მხარს ტაძრის მსახურებას. მიუხედავად იმისა, რომ იესო არ ყოყმანობდა ფარისევლების მიერ შექმნილი ტრადიციების დარღვევას, ის ფრთხილობდა ღვთის კანონის დაცვაში. როგორც ქრისტიანება, ჩვენ არასდროს არ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფლება ქრისტეში სხვების გასაღიზიანებლად ან სხვების დასამცირებლად. ტექნიკურად იესოს არ უწევდა ამ გადასახადის გადახდა, იმიტომ რომ ის ღვთის ძე იყო და ტაძარი მისი იყო, მაგრამ პრაქტიკული მიზეზების გამო მან მაინც გადაიხადა იგი. მან ასევე პეტრეც შეიყვანა, რათა ჩვენება არ შელახულიყო ამ სასწაულში. ეს არის ერთადერთი სასწაული, რომელიც ფულთან და ფულით ხორციელდება. რადგან მათე გადასახადების ამკრეფი იყო, ჩვენ ველოდებოდით, რომ ის დაინტერესებოდა ამ სასწაულით. ამ გადასახადს წარმოშობა მოსეს დროიდან აქვს, გამოსulis წიგნში წერია 30:11. თავდაპირველი გადასახადი გამოიყენებოდა ვერცხლის საყრდენების დასამზადებლად, რომლებზეც კარვის ბოძები უნდა დამონტაჟებულიყო. გამოსვლა 38. შემდგომი გადასახადი უკვე გამოიყენებოდა მსახურების ხარდასაჭერად, როგორც კარავში, შემდეგ ტაძარში. ფული იდეულებისთვის შეხსენება უნდა ყოფილიყო, რომ ისინი ეგვიპტის მონობისგან იყვნენ გამოსყიდული. ჩვენ ქრისტეს ძვირფასის სისხლით ვართ გამოსყიდულები. 1 პეტრეს 1 თავი. 18-19 მუხლები. ეს ერთადერთი სასწაულია, რომელიც ერთი თევზის გამოყენებით მოხდა. იესომ პეტრესათვის თევზი გასვოთ გაამრავლა, ლუკას სახარება მე-5 გადმოგცეს და ის ამ სასწაულს გაიმეორებდა. შემდეგ იოანეს სახარების 21 თავში აღმდგარი იესო იგივე სასწაულს აკეთებს და ვეღარ გამოაქვთ ბადე იმდენი თევზები დაიჭირეს გახსოვთ. მაგრამ ამ შემთხვევაში მან მხოლოდ ერთი თევზი გამოიყენა. როდესაც ამ სასწაულის სირთულეში ჩვენ განვიხილავთ, ეს გაგვაოცებს. წარმოგიდგენიათ, ესე იგი, ჯერ ვიღაცამ წყალში მონეტა უნდა დაკარგოს. შემდეგ ეს თევზი მოდის და ამ მონეტას პირში გადაყლაპავს, რათა შეინახოს. იგივე თევზი პეტრეს ანკესის ნემსკავზე, კაუჭი ნემსკავი, ეს ახლა ჩავიხედე ქართულად ნემსკავი ყოფილა, უნდა გადაყლაპოს და წარმოიდგინეთ
შემდეგ კი ეს თევზი უნდა დაიჭიროს პეტრემ. ხედავთ, ამ ყველაფერს ბუნებრივი, ჩვეულებრივი შემთხვევითობის გზით ვერ ახსნი. ძალიან რთულია ეს ალბათობა და შემთხვევითობა. ძალიან რთულია ადამიანური გონების აღსაქმელად. მაგრამ ეს პეტრესთვის სასწაული მოხდა. ახლა როგორ იხდიდნენ სხვა მოწაფეები გადასახადებს, ჩვენთვის უცნობია. ეს იყო ერთ-ერთი მრავალი სასწაული, რომელიც იესომ პეტრესათვის მოახდინა. აბა გავიხსენოთ ხვები, გახსოვთ, მან განკურნა პეტრეს დედამთილი. სიდედრი უკაცრავად აქ დედამთილი გადაურთარგმნია იმას. პეტრეს სიდედრი. გახსოვთ ეს მარკოზის სახარებაში პირველ თავში. ასევე დაეხმარა პეტრეს თევზის დაჭერაში. გახსოვთ, როდესაც გაამრავლა თევზი, ლუკას სახარება მეხუთე თავი. მისცა მას წყალზე სიარულის საშუალება. ჩვენ ეს ამ სახარებაში მათეში წავიკითხოთ მე-14 თავში, განკურნა მალქოსის ყური. გახსოვთ, ამას ჩვენ წავიკითხოთ მათეს სახარების 26 თავში, როდესაც პეტრე შეეცდება, რომ თავში ჩაარტყას მალქოს სახურს, ღდელთავრის სახურს და მას შემთხვევით ყურს მოჭრის. შემდეგ იესო შეეხება ამას და განკურნავს. ამას მეგონი უკვე იოანე გადმოგცეს. და ბოლოს პეტრე ციხიდანაც კი თავისუფლება. ღმერთი განთავისუფლებს მას ციხიდან, ამას უკვე მოციქულთა საქმეების მე-12 თავში კითხულობთ. გასაკვირი არ არის, რომ პეტრემ დაწერა, მასზე მიანდეთ ყველა თქვენი საზრუნავი, რადგან ის თქვენზე ზრუნავს. თავის პირველ ეპისტოლეში მე-5 თავში მე-7 მუხლში. იესო მიცოდა პეტრეს საჭიროება და შეძლო ამ საჭიროების დაკმაყოფილება. პეტრე ფიქრობდა, რომ პრობლემა მოგვარებული ქონდა, როდესაც ის სახლში შევიდა, მაგრამ სანამ იესო ეტყოდა, რა უნდა გაეკეთებინა, იესო უთხრა მას, თუ რა უნდა გაეკეთებინა. მამა ღმერთმა გახსოვთ შეაწყვეტინა პეტრეს სიტყვის თქმა ფერის ცვალებაზე, როცა კარვების აგება მოიდომა მან. და ახლა უკვე ძე ღმერთი აწყვეტინებს მას, როცა ის სახლში შემოდის. თუ ჩვენც იესოს მისცეთ მითითებების მოცემის საშუალებას, ჩვენც დავინახავთ, რომ ის ესევე დააკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებს თავისი დიდებისათვის. ეს ერთადერთი სასწაულია, რომლის შემდეგაც ჩვენ არ ვიცით თუ რა მოხდა. ესე იგი, ყველა სხვა სასწაულებს ახლავს თუ რა მოხდა სასწაულის გაკეთების შემდეგ, მაგრამ აი ამ სასწაულში, რომელიც მხოლოდ მათემ გადმოცა, არ ვიცით თუ რა მოხდა. ჩვენ ველოდებოდით შემდეგ მუხლს, რომელიც ასე შეიძლება და წაკითხულიყო. პეტრეს ზღვაზე წავიდა, ანკესი ჩააგდო, თევზი ამოიყვანა, პირი გაუღო და მონეტა იპოვა. ტრადრის გადასახადიც მიიტანა და გადაუხადა თავისთვის და იესოსათვის. მაგრამ მათეს სახარებაში უკვე მე-17 თავში 22 მუხლი აღარ არის. მხოლოდ 27 მთავრდება. მაშინ საიდან ვიცით, რომ ეს სასწაული მოხდა? იმიტომ რომ იესომ თქვა, რომ ეს ასე მოხდებოდა. და კარგი პარალელი მოყავს ჩვენს ვორენ ვილსმის და მე ამოვიღე ეს პარალელი მესამე მეფეთა 8:56. მისი კეთილი აღთქმიდან არც ერთ სიტყვა არ გაცვლებულა. ეს არის სოლომონის ლოცვა, რომ იცოდეთ. ესე იგი მესამე მეფეთა 8:56-ში სოლომონი ისე ლოცულობს. 56 კურთხეული იყოს უფალი, რომელმაც მოასვენა თავისი ხალხი ისრაელი, როგორც დაპირდა. ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღსრულებული მისი სასიკეთო დანაპირებიდან, რომელიც თავისი მსახურის მოსეს მეშვეობით წარმოთქვა. ესე იგი, იგივე მამა ღმერთმა, რომელმაც მოსეს ყველაფერი აღუთქვა და აღსრულდა, იგივეს ამბობს უკვე ძე. და რა თქმა უნდა, ძე, რასაც იტყოდა, ეს აღსრულდებოდა. უთხრა პეტრეს, რომ წადი, ამოიყვანე და ჩვენ აღარ გვჭირდება 22 მუხლი, ეს აუცილებლად ესეც მოხდებოდა. ჩვენ უნდა შევაქოთ პეტრე ამ რწმენისათვის. ზღვისპირას ხალხი, ცხოვრები ხალხი და მდგომარე ხალხი ყოველთვის მიჩვეულიყო, რომ პეტრე ხელში ბადეთი გამოჩნდებოდა, ის ბადეთი იჭერდა და არა ანკესით და ძუით ხელში. მაგრამ პეტრეს ჰქონდა რწმენა ღვთის სიტყვის მიმართ და ღმერთმა პატივი მიაგო ამ რწმენას. თუ ჩვენც ასევე მივენდობით მეფეს, იესო ქრისტეს, ის აუცილებლად დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებას, როდესაც მის სიტყვას ჩვენ დავემორჩილებით და დაუჯერებთ. მადლობა მოსმენისათვის.